ჩვენ ამან არაფერი არ მოგვიტანა, დაცალა ხეობა. გზა რო იყოს არა, მაშინ მოგვარდებოდა ეს რაღაცები. ზამთარში რო თოვლიაში რო ძალიან გვიკისმის და ვერ წახვალ, უნდა მოიმარაგო და გქონდეს. მაგალითად მინდა რომ გზები იყოს სოფელში. ხშირად ამოვიდეთ და ვიყოთ და იყოს გზა ჩვენ ყოფილები ვიქნებით თქვენს კომუნალური დახმარებით. 4 დედმამიშვილია უნდა, არ უნდა? ხო. დუშეთის რაიონის ხორხის ხეობის სოფლები 10 წლეულებია საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამოიცლება. მუნიციპალიტეტში 80-იან წლებში აშენებულმა ჟინვალ ხესმა ადგილობრივები ცენტრალურ დასახლებებამდე დააშორა საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვა კი ვერ მოხერხდა. რაც ეს ჩვენი ეს ჩახერგეს ეს ოხრა დასაჯენი ჩვენ ამან არაფერი არ მოგვიტანა, დაცალა ხეობა. არაფერი ჩვენ ხეობას არაფერი არ მოუტანა. იმიტომ რომ სკოლას ჰქონდა. აი ამბულატორიაც ჰქონდა. ხოშიც იყო დაწყებითი სკოლა, დიდი მერე ბავშვები გადმოდიოდნენ აქ. და მე აქ მუშაობდი სკოლაში საქმეთა მართლა და პირველ ხოჯას სკოლა დავამთავრე რა, სამდა. 150 ბავშვი ყავდა. ეხლა არ დაიჯერებენ. ეხლა აღარ სკოლა. აღარ სკოლა და აღარ ორი ბავშვია და ის სანანურშტადიან. არა, იმიტომ დაიცარა ეს სოფელი, აი მაგარ დაცალა ჩვენი ხეობა. და ჩვენთვის არავინ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენ ხეობას არავინ არ აინტერესებს, არაფერში ვერ იყენებენ, როგორც ასეთ. გზა რო იყოს არა, მაშინ მოგვარდებოდა ეს რაღაცებიც, მოგვარდებოდა და მოევლებოდა რა. ზამთარში რო თოვლიაში რო ძალიან გვიკისმის და ვერ წახვალ, უნდა მოიმარაგო და გქონდეს. კიდე კარგი რო აი ადრე დიდი თოვლები მოდიოდა. უდან დაღარა, მაგრამ აღარავინ არ არის ვისთან უნდა წახვიდე. ახალგაზრდობაც რაქნან. არ აქვს ინტერესი რომ პირობები არ არის. ხმარი მუშაობის აქეთ უნდა იარსიებ. რაღაცას გამოკიდებულები ყავარდი ისე რაღაცები ყავ, მაგრამ აბა აქ რო ხარ ეგრე ხო ვერ იქნები. კი ნაღარ 80 წლამდე ვარ, საცა 2 წელი ყავ, ან ვიქნები გაიცად ან არა, მაგრამ გული მტკივა რა, რატო ამ ხეობას პატრონი არ უნდა შკავდეს. მუგზობის გამო სასტრაფო ვერ მოდის, სახანძრო ვერ მოდის, აგერ ჩემ ნათესავს სახლი დაეწვა, სანამ სახანძრო მოვიდა, უკვე დამწვარი იყო თემურის სიჟე. შორია, შურო და იმიტომ. იმიტომ რომ ამ გზაზე ეხლა რაქნას, ან სასტრაფო რაქნას მოდიან, უკვე მიცვალებული ხდება, ხო ვეღარ უსწრებენ, იმიტომ რომ ხო არ გადმოფრინდებიან, მაგათ კერვა დანაშაულებ, გზა არ ვარგა და აი ეხლა არ ვიცი რა, ძირითადი პრობლემა სოფლის არის. აი სანანურის და გოგო ესა შური ეს პატარმაი. იქ მაინც გეკეთ. ყოველ შემთხვევაში სანამ დააგუბებდნენ ჩვენ ამ სახლიდან მე და ჩემი მეუღლე 45 წუთში ვიყავით პლეხანოვზე უკვე თბილისში და ორშაბათ დილას აქედან რომ წავიდოდით მანქანით ვასწრებდით 1 საათში უკვე სამსახურში და ეხლა 2 საათი უნდა რომ გავხვიდე გზამდე და ეხლა სანამ ჟინვალამდე გავხვალ აი საათი ნახევარი უჩა რომ მიფრინავს ისე ხეობის დასახლებები სოფლის დახმარებით გამოყოფილ თანხებს აერთიანებენ და საერთო გზის თუნდაც სეზონური რეაბილიტაციისთვის მიმართავენ. სოფელში კვირაში რამდენიმე რეისს მუნიციპალიტეტის მიერ სუბსიდირებული მიკროავტობუსი ასრულებს, თუმცა ყველა ლოკაციაზე მისვლა მისთვისაც პრობლემაა. აი ეს მობეტონებას ვითხოვთ რა, რომ ეს კენაბეტონის გზა რო გააკეთეს ცენტრალურზე მაინც და მე ამ სოფლებში ასასვლელ გზებს ჩვენ როგორმე მივხედავთ ამ სოფლის პროგრამით და გავაკეთებთ და ეს სოფლის პროგრამა იმდენად მწირია რომ მე ზოგი DGG და ეს რაღაც პროექტანტს მიაქვს იმას და ნახევარი ესე უკან ბრუნდება და არ ყოფნის შემოდგომიდან გაზაფხულამდე გაკეთებული რა ვერ ვაკეთებთ მაგით და ჩვენ ძალებს აღემატება არც ეს პროგრამა ცენტრალური მთავრობა უნდა დაგვეხმაროს ერთად. არა, რაზედაც შევაწუხოთ ჩვენ რომ უკმაყოფილებლები არა ვართ. მარშრუტკას ძალიან კარგი დაგვინიშნეს რომ კი დადის, მაგრამ სოფლებში ვერ ადის, აი ჭალაში ჩერდება, იმიტომ რომ გზა არ არის. ჭალიდან მე ეს დატვირთული ხალხი ცარიელი ხო არ მოვა ბაზარში მიდიან რომ აქ რაც არ არის ის პროდუქტი მოიტანო და მე ასე ზურგზე უნდა მოიკიდო და იმხელა კილომეტრები იარო. გინდაც არავინ იყოს, თუ რამე დავაბარეთ რა. ერთი ადამიანის გუთი ავაიქა, აი 20 კილომეტრი. ძალიან კაი მძღოლია და ისედაც თუ რამე რაიონში ან სასტრაფო რაღაცა ყურადღებას გაქცევ, მაგას ვორზე არა ვართ უკმაყოფილებლები, მაგრამ რა ქნას. აი გზა რა გვაქვს რა. ადგილობრივები თვლიან, რომ ცუდი საავტომობილო გზის გამო მთლიან ხეობას არ აქვს არც ტურისტული მიზიდულობა. ტიპის პერსპექტივა იგივე ტურისტული ხო მაღალია. მაგრამ ყველაფრის საწყისი ალბათ გზაა, ჯერ გზა და გზას მოყვება, მერე დანარჩენი.
უამრავი ძეგლები გვაქვს კიდე წინა საუკუნეების, აი მიუხედავია, ეხლა ამას წინათ კი გავწმინდეთ, გავასუფთავეთ მე-19 საუკუნის ეკლესია ქვემო ხორხში არის და აი ხეები იყო ამოსული კედლებში უკვე დანგრევის პირას იყო, ხო, ჩვენ თვითონ ინიციატივა ავიღეთ მამამოსის კურთხევით, გავასუფთავეთ ყველაფერი და ისე დაწყნარებული ვარ, რომ ის უკვე კარგად არის, მაგრამ ბევრი ეგეთი ძეგლი არის. იქ ზევით კიდე გვაქვს პეტრე-პავლობას რო ავდივართ წვერის წმინდა გიორგი, რამხელა თან როგორ მიყვარდა რამდენი ხალხი ადიოდა ხოლმე იქ და იქ კიდე წყარო არის ისეთი ცივი წყაროა სახელით შესაძლებელია უყდავების წყარო ქვია და აი ის წყარო ისე მენატრება რამდენი წელია ვეღარ ავდივარ რომ ის წყარო წყალი აი წმინდა გიორგი აი იქ იქ აბა ზარეკავდა ხოლმე აი აბა ბავშვები ვიყავით აი ამხელა მე მახსოვს წავიდა იდრო დაიკარგა ჩვენ ამათ კი არ ვემდურით მაგრამ მოხედვა გვინდა რა როგორც ასეთ შეძლების დაგვარად დაგე აჭარა ისე ვიყავით კაცი ისეთ ადგილებში გადავირივე ჩემი გოგოხით იქ საწადგილებში ვიყავი გადავირი რა ყურადღება აქვს სადავარ ვიტყვი ჩემში მიფიქრე რა როგორც მოსახლეობა ამბობს, ხეობას ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მაღალი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ხრივაც ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურაა შემაფერხებელი. ხო, ერთის მხრივ, ანუ ის რომ გაარკვიო რა პოტენციალი აქვს სოფელს და იმაზე ააგო, რა თქმა უნდა, გჭირდება პირველ რიგში გზა რომ მიხვიდე იქამდე. და იმაზე მერე უნდა ააგო, თორე ნამდვილად ხა იქ თვითონ მარტო თემი მაგას ვერ გააკეთებს. მერი აქ მართლა ნატურალურია. მანქანას ვერ დაინახავ. აქ ისე ხარ სადღაც ტყეში შემოკუმჭული. ხო და მაინც სხვანაირი ეკოლოგიურად სხვანაირი სუფთა. მე ვფიქრობ, ჯაჭვია საჭირო. იცით რა არის თან ამ სოფელში იმდენი ხილია და მე ვფიქრობ ალბათ უგზოობის გამო. ნუ ეხლა მე ხო არ შემიძლია და ჩემი, მაგრამ ვინც ადგილობრივია. აი ეხლა იმდენი ვაშლი იყო, მე შოკებით ტომრებით ღორებს უყრიან. ხო, არავინ არ არის, მაგრამ იზავენ. ხო, აი ჩემ ეზოშიც იმდენი ვაშლი ფუჭდება, იმდენი ვაშლი და ჭირდება რა იქა. რა ვიცი, აი რაღაცა გადამამუშავებელი თუნდაც რაღაცა რო იყოს, იცით? გავიკითხე ამ რამდენიმე წლის წინ და 8 თეთრად მოვლენ და ჩაიბარებენო და იცით 8 თეთრად ჯობია ჩალპეს ვიდრე ახლა ათქმევინო რომ აი ვაშლი ჩააბარა და 8 თეთრად აი არ არის ყველა მიტოვებული ეზოა და ყველგან იმდენი ხილია აქ რაც მოდის აი ვაშლი კომშია თუ რაღაცა ახლა შემონახულია ბუნება და იმდენი ხო რაღაცა იცი ამ კუთხითაც თუნდაც ის თითქოს არსებობს ხო ის ჩამბარებელი პუნქტი რაღაცა, მაგრამ მოსახლეობამდე არ მიდის. და ეხლა ტრანსპორტიც არ არის, ადგილობრივებს ხო შეუძლიათ წაიღონ, მაგრამ კვირაში 1 დღე რომ მიდის და 2 დღე საწა თბილისში არ დადის, დუშეთში უნდა გადაიტანო. გირჩევნია ალბათ ისევ გაფუჭდეს და დალპეს ის ვიდრე თუ რა ვიცი, აი რატოა ესი, არ ვიცი, ამ სოფელში სულ ესია მე მგონია. თან ისიც რამდენად უღირთ რომ მანქანას უნდა 100 ლარი მიცე რომ ჩაიდანო 8 თეთრად ჩა მე ხა ქვემო ხორხიდან რომ წამოვიდე ჭალამდე ხომ უნდა ჩამოიტანო ტრანსპორტში რომ დაჟდა რითი უნდა ჩამოიტანო იქაც ხო უნდა ათრეგო ზურგით რამდენი მე მეწოდება ხოლმე იცი აი შარშან არ იყო მაგრამ წელს ახლა იმდენი იყო ალუბოსეს ხა ალუჩასეს ხა რაღაცა აი დაბლა იყო ნუ რა უნდა უკნა მახსოვს იმდენი ყველას ყავდა საქონელი და თეფზე ჩხუბობდნენ ხოლმე რომ აი ჩემი მთა არის და რატო გამიტიბე რომ საკვები არ ყოფილდეთ საქონლის და ახლა შენ ჭირდება ვეხვაწები ნაკვეთი გათიბეთ ჩემი მეთქი რომ არავის აღარ უნდა აი ვეღარ ვთიბავთ აღარ ავისუნ ადგილობრივებმა ხორხის ხეობის განვითარების ფონდი შექმნეს, რომელიც ჯერ ერთი წელიც არ არის დაარსდა და ცდილობენ საკუთარი კუთხისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. საჭიროებებისთვის თანხების მობილიზებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ხეობის ცენტრალური გზის საკითხი მათ ძალებს აღემატება და ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაეხმაროთ. მემორიალი გავაკეთეთ, აი ძალიან დიდი ხანია სოფელში გვინდოდა შინმოუსრულებლების სამაფაშისთან ბრძოლაში ნახავდით ახლა იქით ხო და აი წლებია რომ ჩვენი მამა პაპები იძახდნენ აი მახსოვს რომ მოდი გავაკეთოთ და ვერა
რა ვერ მოაბეს თავი და ეხა ვთქვით, აი პირველი რაც ამ გამგეობამ გააკეთა ჯერ ერთ წელი რაც ჩამოყალიბებულია და პირველივე აი ვთქვით და გავაკეთეთ ისევ ჩვენი შემოწირულობით ხალხმა შევაგროვეთ და ისები ხარი აი პაპაჩები უგზო-უკვლოდ არის დაკარგული არც აფლავი ვიცით არაფერი და ეხა მგონია რომ ვიპოვე ჩემი პაპა იმდენად ამაყივარ და თავის მშობლიურ სოფელში გადმოვა 17 ადამიანია აი ესეთი ამ პატარა ხეობიდან წასული და ზოგი დაბრუნდა უკან ხა ისინი არ ყავს აქ გარდაიცვალნენ ზოგი ინვალიდი იყო ზოგი აქ მარტო უგზო-უკვლოდ დაკარგულები დაიწერება რაღაცა თანხის მობილიზება აი სასწაულად აი იმდენად სურვილი დიდი აქვს ყველა რომ ძალიან დიდი სისწრაფით ვისაც რისი საშუალება აქვს თანხებს რიცხავენ. 2024 წლის გაზაფხულზე ხეობის მოსახლეობის ხელმოწერებით ხორხის ხეობის განვითარების ფონდმა ცენტრალურ მთავრობასაც თხოვა საგზაო ინფრასტრუქტურაზე დახმარება. ჩვენი შემოწირულობებით, ხალხის შემოწირულობებით ვცდილობთ რაღაცა გავაკეთოთ, მაგრამ ეს ცენტრალური გზა ჩვენს ძალებს აღემატება ნამდვილად არ შეგვიძლია ამის გაკეთება და მივუმართეთ თებერვლის თვეში თუ არ ვცდები მთავრობას ცენტრალურ მთავრობას რომ მომხდარიყო რკინაბეტონით ამ გზის მობეტონება ანუ ესე მარტივად რო ვთქვათ და მაშინ მივიღეთ პასუხი რომ ნოემბრის თვეში იყო ბიუჯეტი დამტკიცებული და ბიუჯეტში ვერ მოვხვდით, მაგრამ 6 თვის მერე ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს ხელახლა ბიუჯეტს და შეიძლება ცოტა იმედი გვაქვს. აქ ახლა ჩვენ არის არა იმას გახსნა რაფერი, მაგრამ გზა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში. გზა ყველაზე მთავარი გზაა. დიდი მადლობა ყველაფრში, ვინც მოგხედავს, ვინც რაღაცასა, მაგრამ რა მოძაიწერება და აღარავინ არ არის ჩვენი მომხედავს. ჩვენა განავისმა უკმაყოფილება დრომაც მოიტანა ეს ყველაფერი, მაგრამ მოხედვა უნდა ამ ხეობას. მომავალი თაობისთვისაც ხეობა და საკუთარი ფუძე ყველაზე საყვარელი მხარია, თუმცა 30 კილომეტრამდე გზა, რომლის დაფარვასაც ავტომობილით საათნახევარი ჭირდება, მათთვისაც დისკომფორტია და ისინიც პირველ სურვილად საგზაო ინფრასტრუქტურას ასახელებენ. ესენი 2 წელი ამერიკიდან ჩამოვიდნენ და ეჩვია საქართველოს. აბა მოგწონთ ჩვენი სოფელი? საჯობდა ახლა ამერიკაში თუ აქ? ჰა? აქ. რა მოგწონს ყველაზე? რა მოგწონს? არაფერი მოგწონს, ყველაფერი. მაგალითად მინდა რომ გზები იყოს აქ სოფელში. ხშირად ამოვიდეთ აქ და ვიყოთ და გავერთოთ. კანარ და ინგლისმა მიყოს. აბა როგორია თებში ძისახარა. კიდე რა გინდა რომ იყოს გზებთან ერთად? იყოს გზა ჩვენ ყოფილები იქნებით მაინც ყველანაირი დახმარებით. ერთი ყველაზე მეტად რაც გაწუხებთ გზა არის. 4 დედმამიშვილია უნდა, აბარ უნდა? ხო. ზამთარში ცივლი თუ დადიხარ ზამთარში ახლა? ზამთარში დადიხარ? თოვში ამოდიხარ. უფრო ხშირად ივლიტი რა იყოს გზა? ხორხის მოსახლეობა მოკლებულია გაზიფიცირებას თუ სხვადასხვა კომუნალურ პირობებს, სერვისებს, მაგრამ ამბობენ, რომ პრიორიტეტული საავტომობილო გზაა, რის გამოც თითქმის დაიცალა ხეობა. იცით რა არის, აი როცა ხელისუფლებას ვთხოვთ რაღაცას, რომ აი დაგვეხმარეთ, რაღაცა მოგხედეთ, პასუხს რას გვეუბნებიან ისეთ, აი თქვენ ცოტა ხართ, 50 აბონენტია, 100 რაღაცა ამომრჩეველია, ცოტანი ხართ და ვერ დაგეხმარებით და აი ეხა მე მინდა შენ დაგისვა შეკითხვა თქვენ ხელისუფლებს იმისათვის რომ ბევრნი ვიყოთ რა საკეთებთ რა გააკეთეთ ამ სოფლისთვის აი ძალიან გული მწყება ძალიან გთხოვთ ერთადერთი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ეს გზის პრობლემა არის და თუ ეს ცენტრალური გზა მობეტონდებოდა მაშინ ეს სოფლის პროგრამით რაც არის გათვალისწინებული გამოყოფილი ეს მიზერული თანხები არ აყოფს მაგრამ შიდა გზებს მაინც ეყოფოდა და ჩვენ თვითონ მივხედავდით ჩვენ თვითონ გავაკეთებდით და აი როგორც წინა აღნიშნე რომ ეს სოფელი თვითონული ჩვენთან განვიშვა არა მარტო ეს სოფელი ძალიან ბევრი ესეთია რომ პატარა 60 არის დედამიწაზე და აი ძალიან გთხოვთ რომ ჯოჯოხეთად ნუ გადავაქცევთ რა მივხედოთ მოუაროთ და ჩვენმა შვილებმა შვილიშვილებმა იჟრიამულონ ისე აი ესეთი მოწყენილობა აღარ იყოს როგორც ადრე იყო როგორც ძველად იყო ბევრი ხალხი ცხოვრობდა მინდა რომ დაუბრუნდეს მთას მთიელი და ყველა კარგად იცხოვროს მშვენივრად ისეთი ბუნებაა ისეთი ჟანგბადია როგორც გადმოუხვევთ თქვენ თვითონ იგრძნობდით რომ
სასწაული ჰაერია, აი სუნთქავ რაც არ უნდა სიცხე იყოს და ესეთი ლამაზი ბუნება არ ვიცი, აი როგორ ვთქვა და ასეთ უპატრონოდ მიტოვებული ნამდვილად არ შეიძლება რომ ვიყოთ რა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები ხორხის ხეობის მოსახლეობის პრობლემების იდენტურია. კონკრეტულ თემში კი პრიორიტეტად საავტომობილო გზის კეთილმოწყობას ასახელებენ, რომლის უქონლობამაც ხეობა თითქმის დაცალა. ადგილობრივები თვლიან, რომ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში სწორედ თემზე ორიენტირებული პრიორიტეტები უნდა არსებობდეს. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ხეობის სოფლებში 177-მდე ადგილობრივი იყო. 2014 წლის აღწერით კი მხოლოდ 51.